მითხარე ტერიტორიიდან და პირდაპირ ეთერში ვთავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს საღამო მშვიდობისა. ბატონო გიგი, ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ძალიან უცნაურად ხომ არ იქცევა საქართველოს ხელისუფლება. ეს იქნება ჩემი პირველი კითხვა. ამ წუთებში ადამიანები იმ ტერიტორიიდან საუბრობენ იმაზე, რომ არავინ მათთან არ ჩასულა, არავინ მათ არ შეხვედრია და მხოლოდ დღეს ნახეს იქ ჩასული ზურაბაბაშძე, რომელიც არ არის როგორც ასეთი, ხო, ხელისუფლების წარმომადგენელი. რა ხდება ჩვენს ქვეყანაში? კვლავ გადმოიწიეს აქეთ რუსებმა 950 მეტრიღა არის დარჩენილი თბილისი-გორის ცენტრალურ მაგისტრალამდე. ველოდოთ რომ შეიძლება მალე დიღომში ჩემოვიდნენ? მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს, უპირველეს ყოვლისა, მინდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით კიდევ ერთხელ კატეგორიულად დავგმო რუსეთის საუკეთესო ძალების მიერ გორის რაიონისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფლების მიმდებარე ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ბანერების აღმართვის უკანონო ფაქტი. მიგვაჩნია, რომ ეს არის რუსეთის მიერ ცალსახა პროვოკაცია და მიზნად ისახავს სიტუაციის დესტაბილიზაციასა და მაქსიმალურ გამწვავებას. დღეს, როგორც თქვენ იცით, იმყოფებოდნენ ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე, ბატონო ზურაბაბაშიც მათ მოინახულეს მოსახლეობა, იყო, ასე ვთქვათ, ადგილზე დაათვალიერეს სიტუაცია. ხომ მშვიდობით ხართ, ბატონო გიგი? დიახ, ყველაფერს წესრიგში. არა, უცნაური ხმა იყო ეთერში. დიახ. და საქართველოს ხელისუფლება აკეთებს მაქსიმალურს, რათა მოხდეს არსებული მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო თანამდებობის ინფორმირება. გავიგე, რას აკეთებს მაქსიმალურს აკეთებს საქართველოს ხელისუფლებაო, როდესაც გვებძანებთ. მითხარით, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება? დიდსა და დვანში, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, როდესაც მოხდა ამ მართულხმართების აქეთკენ გადმოწევა, მაშინაც დაფიქსირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში შეშფოთება. ეხლა ჩვენ ვკითხულობთ, რომ არის შეშფოთებული. ამ შეშფოთების პოლიტიკას რატომ ვერ ცდება ხელისუფლება? თუ იღონა იგივე საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამე, თუ მიიღოს შესაბამისი ზომები, თუ შეგიძლიათ ეხლა მე თქვენ მითხრათ პირდაპირ ეთერში, რომ გააპროტესტეთ, ვისთან გააპროტესტეთ, დიპლომატიურ კორპუსს თუ შეხვდით და ასე შემდეგ. მე მინდა ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ინფორმაცია მივიღო თქვენგან ახლა. დიახ, თავისთავად. მოხდა ფაქტთან დაკავშირებით უკვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ესაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, რათა მათგან მოხდეს დაუყოვნებლივ რეაგირება. ხვალ 4 საათზე გაიმართება საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხვედრა დიპკორპუსთან, რომლის ფარგლებშიც ჩვენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მოვახდენთ დეტალურად ინფორმირებას უცხოელი დიპლომატებისა, რათა ჩვენი სურვილი, ასევე ჩვენმა პარტნიორებმაც მაქსიმალურად სიმწვავით დააყენონ აღნიშნული საკითხი რუსეთის წინაშე. ასევე აღნიშნული საკითხი იქნება ერთ-ერთი ძირითადი განხილვის საგანი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ბატონი დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, რომელიც გაიმართება 2 დღის შემდეგ 15 ივლისს. ჩვენ ასევე გავმართავთ შეხვედრებს, სატელეფონო საუბრებს, მაქსიმალურ კომუნიკაციას მოვახდენთ ჩვენს პარტნიორებთან, როგორც სამინისტრო, ასევე ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობები და ეს საკითხი იქნება დაყენებული განსაკუთრებული სიმწვავით. მოგესალმებით, ბატონო გიგი. საქართველოს ახალ ხელისუფლებას 3 წელი აქვს არჩეული კურსი, მე ვიტყოდი ასე 7 კურსი რუსეთთან ურთიერთობისა. ანუ რაღაც საკითხებს არ ვეხებით, რომლებიც ვერ გვარდება და კარასინი და საკითხებს, ტრანსპორტის საკითხებს, ვაჭრობის საკითხებს აგვარებენ და მე მახსოვს, რომ აი ეს კურსი იყო მიჩნეული წინსვლად და პლუსებიც კი დაიწერა საქართველოს ხელისუფლებამ დღევანდელმა ქართველი ამომრჩევლის თვალში, რომ აი ჩვენ აგრესიულ რიტორიკას შევეშვით და რაღაც კონსტრუქციულობას ვცდილობთ რუსებთან. აი ეს მოვლენები, თუნდაც დღევანდელი მოვლენა, ხო არ მოწმობს იმაზე, ხომ არ გიფიქრიათ იმაზე, რომ აზრი არ აქვს რუსეთთან აი ასეთ ურთიერთობას, რომ წინა ხელისუფლების ის კურსი, როდესაც იყო ძალიან აგრესიული და აგრესიულს არ გულისხმობ განცხადებებს, რა თქმა უნდა, რიტორიკა არ ვარგოდა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებასთან აგრესიული მუშაობა მიმდინარეობდა, იყო მართალი. იმიტომ რომ რა გამოდის, ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობა, ისინი კი აგერ ბაქო სუფსის
ნავთობსადენზე 950 მეტრიღაა დარჩენილი, მე კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, ცენტრალურ მაგისტრალამდე, თბილისი-გორის. და ადამიანები იქ ამბობდნენ, ეხლა 2 წუთის წინ პირდაპირ ეთერში იქიდან ჩართული ადამიანები, რომ ხელისუფლება არჩევნების შემდეგ აღარც კი ჩამოსულა აქო. ჩვენ ცოტა ხნის წინ 2 წელიც არაა, რაც ვნახე დიცსა და დვანში რაც მოხდა. მაშინაც იგივე იყო პრეტენზიები. ანუ რა პოლიტიკა აქვს ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს? რა პოლიტიკა აქვს ჩვენს ქვეყანას რუსეთთან მიმართებაში? შევშფოთდებით და რა? მერე რა? უბრალოდ ყოველისა მინდა გითხრათ, რომ დიალოგს და საუბარს ყოველთვის აქვს აზრი. 2 წლის წინ დაწყებული ფორმატი, დაახლოებით 2.5 წლის წინ დაწყებული ფორმატი, დამატებითი ფორმატი, რომელიც გულისხმობდა სპეციალურ წარმოგებლების მეშვეობით რუსეთთან, ასე ვთქვათ, პარალელური ფორმატის შემოღებას. ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური კუთხით იყო ნაწილობრივ შედეგიანი, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა იყო შედეგიანი? მითხარით, ნაწილობრივ შედეგიანში რა იგულისხმება? ღვინო დიახ, გაიტანეს. ამაში იგულისხმება. შავა შენ არ გეკითხები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვეკითხებ. დიახ, ამაში იგულისხმება ნაწილობრივ ემბარგოს მოხსნა იმ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, რომელიც არსებობდა 2006 წლიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, პოლიტიკურ ჭრილში, თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, არაფერი არ შეცვლა პირიქით. ხედავთ დიახ, სიტუაციის გაუარესებას, მავთულხარდების გაჭიმვას, ჩვენ ხედავთ უფრო ასე იგი მათ შემოჭრას ახალ ტერიტორიებზე. სიტუაცია სამწუხაროდ ძალიან რთულია. ოფიციალური კვალიფიკაცია, უბრალოდ ამ განცხადებაში, რომელსაც თქვენ საუბრობდით, საგარეო საქმეთა სამინისტრო რა კვალიფიკაციას აძლევს? აი ამ მომხდარ ფაქტს უბრალოდ 2 სიტყვით რო გითხრათ. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ამ ფაქტს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას. თქვენ იცით, რომ მდგომარეობა ძალიან რთულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ჩვენ ამას მაქსიმალურ სიმწვევით დავაყენებთ დღეიდან დაწყებული მოყოლებული უკვე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და კიდევ ერთხელ გავამახვილებთ ყურადღებას იმ გაუცადელ მდგომარეობაზე, რომელიც ზოგადად არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მიმდებარე ტერიტორიებზე. დიდი მადლობა. ჩვენ მოვუწოდებთ ასევე, რომ შესაბამისი განცხადებებიც იქნას გაკეთებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. უბრალოდ მართლაც ხელისუფლების გასაგონად უნდა ითქვას და გამეორდეს ის რა ჩართვის მოწმენით ჩვენ ვიყავით საზღვრისპირა მოსახლეობა, რომელიც უნდა იყოს პრიორიტეტული ელემენტარული პირობები არა აქვთ მათ. დააცხადებს, რომ არჩევნების მერე არავინ აღარ ჩამოდისო. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ადამიანები დღეს ჩვენ ეთერში ყვებოდნენ პირდაპირ ეთერში, რომ მათთან მივიდნენ რუსი ჯარისკაცები და უთხრეს, რომ ეხა მოასწარეთ მოსავლის აღება, თორემ მერე ვეღარ შეძლებთ. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ წყემსებთან ერთად ოსური მხარის წარმომადგენლები მივიდნენ წყემსებთან და რუსები და იგივე უთხრეს საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით შეშფოთების პოლიტიკას განაგრძობს.